საიდანღაც გამოჩნდნენ ახალგაზრდები. ძალიან ძლიერ ცხოვრება გავიარე. არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ურჩევნია, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვრო, ვიდრე ვიცხოვრო. არ არსებობს პროტესტის სცენა. აი ეხლა თბილისის ქუჩებში ყვდება საბჭოთა კავშირი. რეტროსპექტიულად რომ ვუყურებ, პროტესტისგან შედგება ჩვენი არსებობა. ეროვნული მოძრაობა რომ გამოჩნდა და გაიღვიძა ხალხმა და 9 აპრილს გამოვიდა ქუჩაში, რა თქმა უნდა ეს 78 წლის მოვლენები იყო ამის წინაპირობა, მაგრამ შუალედში იყო დიდი შემგოებლობა. და მე ამიტომ მეშინია დღეს არ შეიძლება ჩაკლა ახალგაზრდული მუხტის, იმიტომ რომ შემდეგ რაც ხდება, ის არის საშინელება, ფრუსტრაცია და შემგოებლობა. ძალიან ძლიერ ცხოვრება გავიარე, მე ჩამოვედი ამერიკიდან, ესე იგი მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი ახლა თბილისში, მე ვთქვი დავისვენებ, ჩავეხუტები ჩემ ხალხს ყველაფერი და მოვედი და ეს რა უბედურება მოხდა. ეს რეები ვნახე მე, ეს რა არის, ვინარიან ესები. მართლა საოცარი სისასტიკე გამოიჩინა ამ უკვე აგონიაში მყოფმა საბჭოთა კავშირმა. ვიყავი ჟურის თავმჯდომარე ობერჰაუზენის ფესტივალზე და იქ უნდა წავსულიყავი, სულ 26-ში იყო იმის მერე, სულ ცოტა ხანში. ფიქრობდი, რომ არ წავალ, მე უცებ მივხვდი, რომ ეს არის შანსი, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ რა ხდება. იქ მოვიწვიე პრესკონფერენცია, ესწრებოდა მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები, ვაჩვენე ეს პირები და მოვყევი ყველაფერი რა ხდებოდა და იყო ისეთი რეაქცია, მართლა ერთ-ერთი ბიძგი იყო იმისი, რომ გავიდა საზღვრებს გარეთ ეს ამბავი. ეს იგი მთელი კვირა ამის შემდეგ იყო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, აი იყო ისეთი გაერთიანება, აი ყველანაირი აზრის, აი სხვა შორის აქაურობას გავს, აი დღევანდელ სიტუაციას. 99% აი ძირგავარდნილი კომუნისტების და აი პარტიულების, აი მართლა იმის გარდა ყველა იყო აღშფოთებული, ყველა იყო ერთ მუშტად შეკრული და ეს იყო აი ნამდვილი წინააღმდეგობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ის, რომ არ გვაქვს სცენა. არ არსებობს პროტესტის სცენა და ეს იმას ნიშნავს, რომ ვართ ძალიან ერთიანები რა და კიდევ ის, რომ არ გვყავს საერთოდ ლიდერი. და აი თქვენ ახსენეთ წეღან, რომ ვინც მოვა შემდეგი, ეს ახალგაზრდები ყოველთვის მოთხოვენ იმავეს, რასაც ვითხოვთ ახლა. უკვე მომავალი არის განსაზღვრული ამით რა, მომავალი იქნება აუცილებლად განსაზღვრული ხალხის ხმით. ის იმჯერა, იცით, ჯერა ინდივიდის, ანუ მოქალაქის, რომელიც აკეთებს თავის არჩევანს და როგორც მამარდაშვილი ამბობდა, რომელსაც აქვს თავისი პირადი ჭეშმარიტება. ისე რომ იქ ვინც დგანან ადამიანები გააზრებული გვაქვს ის რა გვინდა, რა გვჭირდება. საბოლოო ჯამში იმაში ითარგმნება, რომ ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან პოლიტიკაში, არა იმით, რომ რაღაც თანამდებობაზე იქნებიან, არამედ იმით, რომ გვაქვს რაღაც პოზიცია, ჩვენ ესე გვგონია სწორი და ამიტომ მოვითხოვთ, რომ ესე იყოს გაკეთებული. ეხლა თქვენ ჯენზი ხართ. სამეთში არ მოხდა წყალდიდობა? უცებ საიდანღაც გამოჩნდნენ ახალგაზრდები. ეს იყო პროტესტის აი ძალიან მაღალი ლეველი, როგორც ამბობთ, დონე. იმიტომ ეს იყო პროტესტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ვერ მოერია მყისიერა და ვერ დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა. ძირითადად ის იყო ვინ იყო დამნაშავე, წინა ხელისუფლება თუ ჩვენ რო აი ის იქ რო ის გაკეთდა, აი ამაზე იყო. და აი უცებ გამოვიდა საზოგადოება, ახალგაზრდები გამოვიდნენ, გახსოვთ რა იყო? მოაწესრიგეს ყველაფერი და გაქრნენ. ეს იყო ნიშნები რა, ყლორტები, იმისი რაც ეს მართლა არ გაჩერებული. ეს მდინარე ძალას იკრებს. ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ რეალურად აი ეხლა თბილისის ქუჩებში კვდება საბჭოთა კავშირი. ჩემთვის ყველაზე მეტად გასაბრაზებელი ამ შემთხვევაში, რაც არის ისაა, რომ ფაქტობრივად არსებობს სახელმწიფო, ან მე ესე ვგრძნობ, რომელსაც ურჩევნია, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვრო, ვიდრე ვიცხოვრო. მე მგონია, რომ ისეთი პრინციპული რამ ხდება ახლა, რომ არასოდეს საქართველოში აღარ იქნება ეს ერთპარტიული და
ერთ პიროვნებაზე დამყარებული მმართველობა. ნუ ამის შეგუება მართლა არ შეიძლება. უბრალოდ არ შეიძლება და ოღონდ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. ეს არის თქვენი გასაკეთებელი ნამდვილად. ნამდვილად რითიც განსხვავდება ეს პროტესტი სხვა ყველა პროტესტისგან, რომ ეს არის ძალიან დიდი თვითგამორკვევა. გარდა ამისა გაჩნდა სხვადასხვა შინაარსობრივ სოციალურ საკითხებზე დაფუძნებული რაღაც პროტესტის ნაწილები, რომელიც ამ ერთიან და დიდ იდეას, რაც მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი არის, აძლიერებს. მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ადამიანი არის დაცული განურჩევლად თავისი სქესისა, ასაკისა, ყველას აქვს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე. ყველას აქვს ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სასწავლების მოხსნა შეგვიძლია თუ არ დავნებდებით რა. აი, მაგის ნამდვილად მჯერა.